ციკო გამარჯობა მოკლედ. გამარჯობა ლაშ. მე მგონი დრო იყო რომ დაგვეწყოთ ჩვენც რაღაც ესეთი. ძალიან დიდხანს მოგვიწვია შესვენება. კი, დაახლოებით 10 წელი, ალბათ. 10 წელი ჩახმოვანებულის garaშა თორე ერთ კვირს წინ ხო გავახმოვანეთ. მოკლედ ხალხსაც რო უთხრათ გამარჯობა და გადავწყვიტეთ ჩვენ რომ დაგვეწყო ფილმებზე და სერიალებზე პოდკასტი, ხო? ანუ ვილაპარაკოთ რაღაცებზე, გავარჩევთ ხოლმე. რომ როგორც დავითვალეთ მინიმუმ ალბათ 500 სერიალამდე გვაქვს მხოლოდ ერთად გახმოვანებული. ხო, მხოლოდ მე და შენ. შოუების ჩათვლით და ამას დამატებული დიდი ფილმები, ანუ გულისხმობს სრულმეტრაჟიანი ფილმები, კლასიკის კოლექციები და მილიონი იდიოტობა ამასთან ერთად დრო იყო რომ რაღაც ერთად და უფლებაც გქონდა პრინციპში რაღაცები ერთად ყველანაირი ლეგიტიმაცია გვაქვს იმისთვის რომ მე და შენ დღეს ახლა აქ ვიჯდეთ მოკლედ და გავარჩიოთ ფილმები ვისხდეთ და გავარჩიოთ ფილმები და ხალხს ურჩიოთ ხო რას უყურონ რას არ უყურონ და ასე შემდეგ მაგრამ მე მაინც გონია რომ პირველ ეტაპზე მაინც გავიხსენოთ ჩვენი პოპულარობის ზენიტი ლაშ. ოკეი. ჩახმოვანებულია აჭარა netcom-ის მიერ. და ამას მე არასდროს არ ვამბობდი, ყოველთვის ბიჭი ამბობდა და ამაში სექსიზმი იყო, ხო. ეს მე მახსოვს რომ სუ ატრაკებდი მაგაზე. აი ყოველთვის ატრაკებდი რომ და რამდენჯერმე ფოტოშორის თქვი და სხვა ჯერს მე დავაკანონეთ რომ ქალებიც ამბობდნენ უკვე ჩახმოვანებულია აჭარა netcom-ის მიერ. ჩვენც დაგთეთ უფლება ქალებს 8 მარტს მოგეცეთ მე მგონი მაგის უფლება რომ მე მოვიპოვე საჩუქრა და ეგრე მოგილოცეთ შენ პირადად რომ შენ შეგეძლო 8 მარტს მარტს მოკლედ რო არ გაგვეწევს მაგაზე ეხლა სერიოზულად მოკლედ როგორც მიხდებიან ჩვენი მაყურებლები და მსმენელები ალბათ მე და შენ სულ ვიკამათებთ ხოლმე რა ამ პოდკასტებში იმიტომ რომ ფილმებშიც ესე იყო ხო და ჩვენს სამსახურშიც რა მაშინ ახლა ჩვენი სამსახური იყო ის რომ დავდიოდით მუშაობდით ხმოვანებდით და სულ კამათი გქონდა, მაგრამ სულ მაინც ჰარმონიაში მიდიოდა ეგ ყველაფერი რა. რაც სასწორებს, ხო? ანუ საინტერესოა. საინტერესოს ხდის უფრო და უფრო. კარგი თავგადასავალი გქონდა, იმასთან ერთად რომ ხელფასს გვიხდიდნენ ცალსახად ფილმების ყურებაში. კი, ფილმების ყურებაში და ახმოვანებაში და კიდე ბევრ სხვა რაღაცაში, მარტო ეხა ეგრე მარტივად. მოდი მაინც უფრო ძირითადად ვისაუბროთ ჩახმოვანებაზე რა, ეს პოდკასტი დავუთმოთ ჩახმოვანებას და კონკრეტულად იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმ ეტაპზე და პირველ რიგში მაყურებლისთვის, მომხმარებლისთვის ეს ჩახმოვანება ხო, ჩახმოვანებამდე, ეხლა ჩახმოვანება ზოგადად ეს ტერმინი ჩემი და შენი მოფიქრებულია და მოგონილია, მაგრამ თვალები ვიყავით თუ არ ვცდები და ჩახმოვანებულია აჭარა netcom-ის მიერ. ფილმი ჩახმოვანებულია აჭარა netcom-ის მიერ. ძალიან ვერთობოდით, მაგრამ ეგ ცალკე ამბობ, მაგრამ მანამდე მოდი ის თქვათ, რომ ეხა ესეთი გახმოვანებული ფილმები, ეს ჩვენი know-how არ იყო და ჩვენი რაღაც არ იყო. მანამდე ახმოვანებდნენ ესე ფილმებს, აი შონზოს დრუპის სასტავი იყო, რომლებიც ოღონდ კინოთეატრებისთვის, აი პატარა კაცი და ევროტური, ხო. რომელზეც აი რაღაცა ჩემი ბავშვობის ის იყო და ძალიან მისწორდებოდა რა და ზოგადად მე ჩვენ რო დავამუღამეთ რომ ესე გინებებით და რაღაცებით რაღაც ერთი პერიოდი მე აღარ იყო მე მგონი ეგეთი ფილმები არა საერთოდ აღარ იყო რამდენიმე გააკეთეს და ჩვენ პრინციპში ესე აღმოჩნდა რომ სრულიად შემთხვევით მთვრალებმა გავაკეთოთ პირველი ფილმი პირადი ინტერპრეტაციით შემდეგ გამოგვიჩნდა სცენარისტები თორსები გიოდანოდო ასე გიოდანოდო რო გახსოვს რომლებიც აკეთებდნენ ძალიან საყვარელ სცენარებს ცხადია ჩვენი ინტერპრეტაციები ქონდა ამას მაგალითად მე მახსოვს რომ სოსისების ფართი იყო მოვლენა ანუ ძალიან ბევრი თვითონ სცენარმაც მოგცა დასაკანი იმიტომ რომ სრული საგიჟეთი ხდება მაგ ფილმში ანუ აი არ ვიცი ჩემი პოპულარობის ზენიტში ვიყავი მახსოვს ხო არა და ძალიან უზრდელობა იყო და ზედმეტი გარყვნილებაც მოგდიოდა თუმცა მომხმარებელს იმ მომენტში ძალიან მოწონდა ეს ყველაფერი და რაღაც ჩახმოვანებულს ჰქონდა თავისი პირადი ჰეშტეგი ხო ესე იყო ცალკე კოლექციას გაკეთდა მე აჭარანეთზე ჩახმოვანებულების და იმ ხელმოთხოვნა ჰქონდა მე მახსოვს რომ რაღაც ხარვეზები რო იყო ხოლმე ან სიტყვაზე რაღაც ავად ვიყავით და ვერ ვახმოვანებთ რაღაც კონკრეტულ დღეს ხო ჩატყობინებაში სუგინება მოდიოდა კი ძალიან ის იყო რა ქვია რეზონანსული იყო მოკლედ ეს ჩახმოვანების ამბავი და არა მარტო მაშინ დღესაც ეგრეა რა იმიტომ რომ აი ვიღაცა ტიპები ანუ მე არ ვამბობ ხარ რაღაც გიჟივით ჩემი ინბოქსი სავსეა მაგის პოპულარობის ზენიტზე მეც ხუმრობ ცხადია მაგრამ მე მახსოვს უბრალოდ რომ მე და შენ ერთადაც და ცალ-ცალკეც ბევრი პროექტი გაგვიკეთებია იქნებოდა ტელევიზია რადიო თუ რა ვიცი ბევრი ხო? მაგრამ ის რო თქვათ მეტრაშიც იშვიათად გაქვს დაწერილი და დღეს მაინც ხალხს ჩახმოვანებით აღსოვს შანსი არ არის ანუ ეს მახსოვს ძალიან ცხადად რომ ჩახმოვანებულის კოლექციების გაკეთება რომ გადავწყვიტეთ
მეტროში თან ძალიან იშვიათად ჩავდიოდით ორივე სოციოფობიით მეტროში, მაგრამ მოვხვდით რამდენჯერმე და გვაჩერებდნენ და იღებდნენ ფოტოებს, ხო. და ძალიან საყვარლობა იყო და თან იღებდნენ ეგრეთ წოდებული ჯენზი, ახლა მაშინ ეგ ტერმინია არ ვიცოდით, მაგრამ ახლა რო ხვდები ეგ ხალხი იყო რა. და ახლა ეგენიც ბებრები არიან ალბათ, მაგრამ კი არა, მე დღემდე დღევანდელი ჯენზის სასტავიც და არა მარტოც რა, ვიღაცები მწერენ რომ ანუ აი რატო აღარ გაქვთ ჩახმოვანება და ჩახმოვანდა კიდე გონიათ რომ მე და შენ აჭარნეთზე მუშაობთ კიდე და კიდე რატო აღარ ვახმოვანებთ ეგრე რა და ხო და ჩვენ შეგვიძლია ეგეთ რაღაც გავაკეთოთ რომ თუ ბევრი გამომწერი ეყოლება ჩვენს პოდკასტს ჩავახმოვანებთ ერთ ან ორ ან სამ ფილმს. ნახოთ კიდე რამხელა რეზონანს გამოიწვევს ახლა ეს ჩვენი პოდკასტია კომენტარებში იცან ლაიქებით ან პრობლემა არ გვაქვს რა რეგულაციაა რომ მაგაზე არაფერი რაც პირატული საიტები ისევ არსებობენ მაინც არ ჩვეულებრივად და ჩვენი ფილმები ისევ არსებობენ ხო ჩვენი ფილმები ისევ არის და რავი ჩახმოვანების გაკეთებას რა უნდა ეგ მარტივი ამბავია მაგით მოდი мотиваცია მივცეთ რომ უფრო და უფრო გაზარდონ ჩვენი YouTube არქივი და ჩვენი როგორც კი ეს გაიზრდება და ავა მაღლა და ზენიტში წამოვა ახალი ჩახმოვანებულები. კი, აი ნახოთ, ნელ-ნელა, ოღონდ ერთიანად ეხა ნუ მივაწვდით. მე მაინც მინდა ჩემი და შენი საყვარელი ჩახმოვანებული გავიხსენოთ რა და თან ვაჩვენოთ აუცილებლად, გავიხსენოთ ადამიანებს, იმიტომ რომ შეიძლება არ ახსოვდეთ. ანუ დარწმუნებული ვარ რომ ამუნარიდები ახსოვთ, მაგრამ თვითონ რას ვამბობ, იცი სცენარები იყო ძალიან სასაცილო რა. სოსისების ფართის ფუნდუშის და სოსისის სექსი მახსენდება ძალიან შთამბეჭდავად ორგიის ფორმატში, ქართული დიალოგებით. უნდა დაგა. აი ესე. მიდი მაგარია. ვათავე. ხადია ეს კლასიკურ დონეზე კინოშიც გახმოვანდა და იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ერთად, თუმცა ჩვენ გახმოვანებულს, ჩახმოვანებულს მეტად დიდი რეზონანსი ჰქონდა. იმიტომ რომ ჩვენი ხაზი იყო მასში სოსების ფართი რო გამოვიდა, ჩვენ მანამდე უკვე ბევრი ფილმი ჰქონდა ჩახმოვანებული და არა მარტო სცენარიც რო არ გვაძლევდა საშუალებას ეხლა რაღაც თვითმფრინავების ის რო იყო ფილმი აღარ მახსოვს ეხლა სახელი. აეროპლანი, ხო, ანუ იქაც ვანაცე ვახო და შორენას ვარქმევდით ხოლმე რაღაცას. ნოდო და ლაურა. ქართულ სახელებს იმოშობოდით რა. ეს ვახო თუ ნოდო, ოღონდ სახელი ზუსტად არ მახსოვს და მომიტევეთ. რომელიღაც სახელი იყო ქართული ძალიან ბაბსა და ეს იყო ტაქსისტი, რომელსაც 3 დიპლომი აღებული ჰქონდა, მეოთხეს იღებდა და ეს შორენა დატანჯული იყო, რომ ამას მაინც ფული არ ჰქონდა რა და ჯოჯუხეთში იყო. ოღონდ აეროპლანი საერთოდ სხვა დიალოგში მიდიოდა. მაგრამ ძალიან მოუხდა. ხო ეს მახსოვს, რომ ვახვევდით და მე და შენც უყურებდით ის ამბავს. ხო, ტიპაჟურადაც ძალიან უხდებოდა რა. ანუ, მოდი პირველი რეკომენდაცია ჩვენი პოდკასტის თავარი ხაზი ხო ეგ არის, რომ რეკომენდაციები უნდა გავუცეთ. რომ ნახონ ფილმებზე პირველ პოდკასტში და აი პირველი რეკომენდაცია მოდი იყოს სახელი ზუსტად. აეროპლანი ჩახმოვანებულს აუცილებლად ნახავენ, ეხა არ იქნება პრობლემა და აი პირველი რეკომენდაცია ეგ არის, აი თუ ხართ რაღაცა აი ეგეთ რაღაც სისულელის და რაღაც დებილობების ხასიათზე ძალიან გაგახალისებს. ტრეშის და თან კრინჯის, აი შეიძლება შეგწყვება ისეთი ხელი. ხო. აი იქნება, მოგეწონებათ. რაც მეორე დიპლომი აიღე ტაქსისტობას არ გაცდენილ ხარ. ხან თბილისში ტაქსაობდე, ხან ბათუმში, მაგრამ ბოლოს იმ ნაშოვნი ფულით მაინც ჩინელებში მიდიოდი. შორენა, კიდევ ერთ შანსს. ძალიან გვიანია გობა. თბილისში რომ დავბრუნდები, ცხოვრება სულ თავიდან დავიწყებ. მაპატიე. თვითონ პროცესზე მინდა ვთქვა რა, ანუ როგორც მახსოვს, ეხლა დიდი ხნის წინ იყო და მე და შენ დიდი ხანია ერთად არ დავმჯდარვართ სტუდიაში, არ გაგვიხმოვანებია. მით უმეტეს არ ჩაგვიხმოვანებია ფილმები, მაგრამ აი ძალიან სახალისო. ერთი კვირის წინ გავახმოვანეთ სერიოზული ფილმი, უბრალოდ სერიოზულები არ გამახსოვდება. ხო, არა, მე ჩახმოვანებულს გულისხმობ ხო რა ამ შემთხვევაში რა, ანუ რაც აჭარნეთზე აღარ ვართ უფრო სწორად მაკედონიაში. აჭარნეთზე დიდი ხანია. ხო, აღარ ვართ მე და შენი ტანდემი აღარ არის აჭარნეთზე დიდი ხანია და მაგას ვამბობ რა, ანუ დიდი ხანია იმას გვიქნია და აი ძალიან კარგად მახსოვს რომ აი ჩვენ თვითონაც რა მაგრად ვერთობოდით რა ანუ აი ამ პროცესით ამ ხანდახან რაღაც სცენის ჩაწერა იმდენად გვიჭირდა ხოლმე ანუ იმდენად ვიცინოდით რაღაც სცენაზე რომ აი რაღაც მთელი დღე შეიძლებოდა გაგზავნილი. ძირითადად მე და ხმის რეჟისორი მთვრალი ვიყავი, შენ იყავი მხოლოდ ფხიზელი და ბალანსი. მე ვიყავ მხოლოდ ფხიზელი და მე მიწევდა აი ამ ყველაფრის ატანა, ასე რომ კიდე უფრო მეტად დააფასეთ ის საქმე, რასაც ვაკეთებდით იმ დროს. აკეთებდა ლაშაპროტაცე. თან ძირითადად კაცი ახმოვანებს, ქალი ზის. ესეც მნიშვნელოვანია. მაგაზე რო სუატრაკები, ეგ ცალკე გადაობა იყო.
სიკოს კონდა სულ პრეტენზია რა მოკლედ რომ აი რატო აქ ყველა ფილმში იმას უფრო მეტი როლი კაცს ვიდრე ქალს იმიტომ რომ ძირითადად ხო ეგრე იყო რა ეგ ზოგადად შეტანასაც ვაპირებდი სხვათა შორის ჰოლივუდში ამასთან დაკავშირებით თუმცა გადავიფიქრე საბოლოოდ კარგია რომ გადაიფიქრე მაგრამ ნუ ძირითადად მე ჯდომაში და სკროლაში ვიღებდი ფულს ხო მე შრომობდი ორ მაგას მაგრამ აი ამ ჩახმაონებულში ბევრი ქალი იყო იმიტომ რომ ბევრი სექს სცენა შემოდიოდა და სექსისტური და იქ ჭირდებოდათ ქალი და ვიყავი იქ თავაროში რა მექნა ხო ეგ ზოგადად მოდი ესე თქვათ რომ ფილმების პრობლემაა ანუ კინოინდუსტრიის პრობლემაა რომ უფრო რაღაც ეს მასკულინურ თუ რა ვიცი რაღაც მამაკაცურ ფილმებში შეცვალოს აი ნახოთ ეხლა და რა ვიცი თუ შენი დრო შეიძლება ეხლა მოვიდეს რა ეგ ტრამპთან ერთად არ მგონია მაგრამ იქნება იქ მე მაინც გამომადგეს რა მე კი დავებოდოთ კაი მოდი მეორე გახსოვს ცხელისველი ამერიკული ზაფხული აუ კარგად არ მახსოვს ძალიან ბევრი ქოუბია დაჭრილი ძალიან გარყვნილი იყო და ისედაც უფრო გარყვნილად ვაქციეთ მე და შენ რა და აი ეხლაც ეგ ისცენა მოიცა ბოდიში ეგ ისცენა სასაუბასოც რო ახმოვანებდით რო გადავობდით ანუ ეგ ის ფილმი არის თუ სწორად მახსოვს არ მახსოვს ხო იმიტომ რომ ერთხელ მოგვიტანა სცენარისტო რაღაც სცენა იყო სასაუბდნენ და ეგო გავახმოვანოთ რა ანუ სასაუბა რაღაცა ცოტა ამაზრზენი იყო ანუ სიმართლე ვთქვა მაგრამ არ არის მაგრამ შეიძლება არ მახსოვს უბრალოდ მანდ მახსოვს რომ ძალიან ანუ წყვილი არის ძალიან აგინებენ ერთმანეთს და ყველაზე მაგარი ჩემი აზრით რა რაც გავაკეთეთ ჩახმოვანებულით პირადად მე და შენ და ნუ მე აჭარანეთმა მაგრამ ჩვენ მოვიგონეთ ეს ჩახმოვანებული და მე წაიღო და აღმოჩნდა ოკეი რა იყო მანდ რომ ეშმაკმა დალახროს ხო ჯანდაბას ანუ ესენი შეიცვალა აი ძალიან სარფიანი გინებებით რა და ჩვენ კი ძალიან გვცხვენოდა მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი აღმოჩნდა ცოცხალი გახდა უფრო კინო და ემოციური თამაშობდით რა არისო იქ просто გახმოვანება ესე ვისხედით და ჩვეულებრივი თეატრი გქონდა პირადი აღონც ძალიან ბუნებრივი საყვარელო გუშინ ნამდვილი პანტერა იყავი შენი მინეტი წითელ წიგნშია შესატანი სულხენ არ გეზიზღებოდი ზუზუებში რომ დაგისიგნალე პიპი ბატონო ზურამ ბავშვები გვიყურებენ მე მახსოვს აქედან მოკითხვა ჩვენს თანამშრომლებს ყოფილ თანამშრომლებს და კოლეგებს აჭარნეთში შენ ერთხელ არ იყავი ბატარა ისტორია იყო და ანუ ჩახმოვანებული ფილმი მოვიდა ძირითადად ხა მე და შენ ვახმოვანებდით მაგრამ როცა ვინმეს თუ მოკლედ არ გვეცალა ხანდახან ხდებოდა ხოლმე ცვლება და კი იყო მე კომენტარებში საშინელება რომ რატო გამოცვალეთ ეს ხუციკოს ხმა გვინდა და ასე შემდეგ და რა მთელი ამბები იყო მაგრამ ერთ-ერთ იმაზე არ იყავი და პირველად მოვიდა ერთ-ერთი გახმოვანების მსახიობი და პირველივე დღეს შემოიყვანეს ჩემთან და დაწყებინეს ჩახმოვანების გაკეთება და ამ ჩახმოვანებაში მქონდა ერთ-ერთი სცენა იყო არ მახსოვს ზუსტად ფილმის სამწუხაროდ რაღაც ერთ 2 წუთიანი სცენა იყო ბიჭი ხსნიდა როგორ უნდა გაეკეთებინა კულინინგუსი და იქიდან ქალის ინტერაქციაც იყო რა ანუ რაღაცები და ეს ქალი გაშეშდა ანუ ამ გოგოს დაემართა ანუ აი ცოტა ძალიან შოკში იყო რომ ეს სად მოვედიო რა ანუ მე კი დარჩა რა თქმა უნდა და ჩვენი მეგობარი არის მაგრამ აი მე გამახსენებინ არის ხარ გვინდა ხო ეხლა თვალდესი არ მინდა რა თქმა მაგრამ აი ვერ მიხვდა სად მოხდა მოვიდა აშკარად ფილმები რომ უნდა გაახმოვანოს მაგრამ უცებ რაღაცა საზიზღრობები მოისმინა იქიდან და მე მახსოვს თაკოვატოს ამბავზე Breaking Bad-ს რო აკეთებდნენ და Breaking Bad-ზე ნუ აი ახალი მე შენ თაკოვატო ვიყავით რეალურად პირველი ტიპები ხო ესეა რა და თაკოვატოს ამბავზე მახსოვს რომ Breaking Bad-ს რო აკეთებდნენ და პირველი თვეები აჭარანეთის ჯერ აღზევებული არ არის და ის რომ მოვიდა წერილი რა ვქნა ეხა დადებთ შემდეგ სერიას თუ მივცე ჩემ ხმას სკრინია მაგის კომენტარი მართან ბოდიში სკრინს გამოვაჩენთ მე რა თქმა უნდა თვალსაჩინოებად ეგ იყო ძალიან სასაცილო და თაკო იყო ზოგადად ძალიან სასაცილო რა ეხა ემიგრაციაშია მაგრამ რო ჩამოვა აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ და კი აუცილებლად თაკოს და ვატოს უნდა დავპატიჟოთ მე გავხსენოთ აჭარნეთის ეს სასაცილო მომენტები და ცალკე ის იყო კარგი მე რაღაცები რო გვეპარებოდა ხოლმე და გვაგდებდნენ კიდე გაგეპარება და გაგაგდებ მაგრამ გადავჭირთ ჯერჯერობით მოკლედ რა ანუ მარტო არ ვახმოვანებდით ვერთობოდით ამ თლიანი პროცესით რა არა მარტო ჩახმოვანების არამედ სხვადასხვა ფილმებით და რაღაცა საშინელი ფილმი იყო მე მგონი რაღაც ახალ წელზე ხო ვიღაც ბავშვი იყო თელი ბავშვები ელოდებოდნენ თელი საბავშვეთი ელოდებოდა ამ სახალხო ფილმს როდის გავახმოვანებდით
მე გამეპარაყლე ბავშვა ხმის რეჟისორს დავით გამოჭრა პროცესი აი ამ ბავშვს რა რაღაცა კიკინებიანი ჩვეულებრივი ბავშვი იყო და მთელი გახმოვანების პროცესი ეძახდა რომ ეს ყლე ბავშვა მოვაშორეთ ეხლა აქედან ეს ყლე ბავშვა მოვაშორეთ და რაღაცა მომენტში რაღაც იმაზე სცენაზე მოკლედ ხმის რეჟისორი ალბათ თვალი იყო და დავით გამოჭრა და გავიდა ეგ გავიდა მაგდებდნენ მეორე დღეს სამსახურიდან თუმცა დამტოვეს ხო მოკლედ მე მგონი ჯობია რომ დასასრულისკენ წავიყვანოთ ეს ჩვენი პირველი პოდკასტი და დასასრულისას რა თქმა უნდა ჩვენი ხაზი ხო ეს იქნება რომ გავცემთ რეკომენდაციას ურჩევთ ხალხს ფილმებს სერიალებს რას უყურონ და როგორ და ეხლა რადგანაც დღეს ჩვენი თემა იყო ჩახმოვანება დღეს ვიყოთ ნარცისები და ურჩევთ ჩვენი ჩახმოვანებული ფილმები რომლებიც არის ცხელისველი ამერიკული ზაფხული ეს ერთი მეორე სოსისების ფარტი ვისაც ნანახი არ აქვს ფუნტუშა და სოსისი ხო ძალიან კარგია და მეორე არის აეროპლანი ხო ხო მესამე აეროპლანი რომელზეც პრინციპში ვისაუბრეთ მოკლედ ანუ რაღაც პოდკასტის განმავლობაში მოკლედ შევეხეთ ყველას არ არის ხა ეს რაღაცა სერიოზულ მიდგომას არ საჭიროებს როგორც რაღაც კინო და და დავჯექი მაგრამ არის პოპკორნის კარგი კინო სამივე პრინციპში გასართობი და თან რაღაცა ვისაც აქ ეს ამბავი რა ვთქვათ არსებობს ესეთი ადამიანი ვისაც ჩახმოვანებული ჩვენს მიერ კონკრეტულად ფილმები არ უნახავს რაღაც ახალ პროდუქტს ნახავს ვისაც უნახავს გაიხსენებს და გაერთობა რა მიუხედავად იმისა რომ ჩვენც ვიქრინჯებით ისეთი ზოგია ზოგი მაინც გონია რომ რაღაც ისტორიის ნაწილია საქართველოს რაღაცა პატარა კომუნიტიში რომელიც ნუ დიდხანს არსებობდა და იყო საინტერესო ჩვენთვისაც და ცხადია მომხმარებლისთვისაც რომელიც როგორც აღნიშნეთ ძალიან რეზონანსული იყო ხალხს ძალიან მოწონდა და ჩვენც ძალიან მოგწონდა ჩვენც ძალიან მოგწონდა კი და მოდი თუ ეკნებათ სურვილი რომ გავიხსენოთ მოკლედ ერთად და ჩავახმოვანოთ კიდე ფილმები რა თქმა უნდა დაწერონ კომენტარებში გამოგვიწერონ დაგვასაბსკრაიბონ და დაგვალაიქონ და შევთავაზებთ ახალ ჩახმოვანებულ ფილმებს კი ბატონო და ლაშ მგონია რომ ბოლოს მაინც ესე დავასრულოთ ჩვენც გავიხსენოთ და მაყურებელსაც შევთავაზოთ პატარა ამონარიდი აჭარნეთის გამხმოვანებლებისგან სადაც ვკითხულობდით მომხმარებლების კომენტარებს იყო ძალიან სასაცილო გაკეთდა ამაზეც ბევრი ქოუბი მე პირადად მართლა მწვენოდა ხოლმე ისეთი ხალხი მიგდებდა ქოუბებს აუ ეს შენ ხარ აუ აქ რა საბობ დიდი მადლობა რომ ჩვენზე ანძრევთ ამას როგორ ამბობ რაღაც საბოლოო ჯამში ნუ რა იქ იყო ჩემი სამსახური ძალიან ბედნიერი ვიყავი არანაირი პრობლემა არ მქონია ძალიან ვერთობოდი ვიყავი უზრდელი და ეხლაც არ ვარ ძალიან ზრდილობიანი ძალიან მომწონდა და მოწონდა მაყურებელს და მოდი გავუშვათ ახლა ბოლოს ეს ვიდეო ჩვენც რო გავალთ და მაყურებელთან ერთად ჩვენს ვიყუროთ და გავიხსენოთ მაყურებელსაც ამასობაში დავამშვიდობოთ შემდეგ პოდკასტამდე შემდეგ პოდკასტში უკვე ჩვენ ახლა ამ პოდკასტში მიმოვიხილეთ ჩვენი საქმიანობა რაღაც ხალხს გავახსენეთ ჩვენი თავი უფრო ჩახმოვანებისკენ აი ამ პროცესებზე ვისაუბრეთ მაგრამ შემდეგ პოდკასტებში უფრო განვიხილავთ სერიალებს, ფილმებს, მიმდინარე სერიალებსაც და უფრო ერთმანეთს კიდე უფრო და უფრო არ ვიქნებით თქვათ ესეთი ცანცარები, ვიქნებით შეიძლება ზოგჯერ უფრო მეტად სერიოზულები, მაგრამ მნიშვნელოვანია და პოდკასტი ზუსტად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქნებით ჩვენი თავები, გულისხმობ იმას, რომ აქ არ იქნება რაღაც დადგმული სცენარი მე ის მომწონს, ვისაც რა მოგწონს, ამაზე ვლაპარაკობთ, კომპეტენცია ასე თუ ისე გვაქვს ვისაც არ მოეწონება, გამოიწეროს სხვა არხი, სადაც ჩათვლის, რომ მეტად კომპეტენტურ ადამიანებთან მჭირდება კომუნიკაცია. მოკლედ, დავუსრულოთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი და გავუშვათ ის ვიდეო, რომელიც დაანონსა. და ჩვენც ვუყუროთ. კი, დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა, რომ ჩვენზე აკეთებთ. ჯიგარი ხარ შენ. ო რა. მედი ჩვენ არ გვაგინებ. მომდევნო გინება ჩვენზე არისო. გაახმოვანოთ რამდენჯერ უნდა გაგინოთ მომყნა ტვინი.